სერიალ დათარსულების ნახვა რეკომენდირებული არ არის 16 წელზე დაბალი ასაკის მაყურებლისთვის თქო. სერიალში გამოყენებულია სიტყვები, რომლებიც შესაძლოა შეუფერებელი იყოს გარკვეული ასაკის აუდიტორიისთვის. მე გაგამთხილეთ. შევიხარ, დამშვიდი და ყველაფერი კარგად იქნება. თუ საჭიროებას არ შეთქმნი, არც ჩვენ გატკენთ. შენი ხმა გევიკე, ჩემი ტიტეშევი. რა ხდება? კიდე ერთი მოიყვანეს ბიჭო. რა უნდათ ჩვენგან? რა ქვია შენ? გაიოზი. მე ტრაქტორა ვაწმა. ეს გია ცალყვერაშვილი, ოღონდ გვარი აქვს ეგეთი მიმიხვდი. そしてキラキラのメイド服も足させてくれ。ერთი ორი და სამი რაკენი ბიჭოეს. ტოკიოში ხალხი ამტკიცებს, რომ თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოემხოთ. გამარჯობა, მე შუტელი ვარ, ყლაპიაშვილი. მე გია ცალყვერაშვილი, ოღონდ გვარია ესეთი. თარსულა, ფუჭანა ჭუჭულიკიძის ქუჩა. ეგ რას ნიშნავს? იმას, რომ თარსულაში მივდივართ. სუწუწანზე მკიდია ბორიამ რა თქვა. ასე დაიბარა იმ კაცმა მოიხმარონ ორივე ძმამო. არ გავაყიდინებ, რას ქვია ჭირდება? მე რაში მაინტერესებს? ხოდა თუ ეგრეა, აგერ ჩემთვის ბევრი ფული აქვს და მე თვითონ ვიყიდი. მოერიდება ჩემთვის ფულის გამორთმევა არა ისა. ზუსტადაც, ეგ გამაკლია, დევი ჯამპლეტიაშვილს მამის დანაბარებს გადავაბიჯო. ჯემალი, როგორ ახარ აბა? პოლიკარპე, არ დამიწყო ახლა არაფერი. მამა ჩემმა, მე და ჩემ ძმას ერთი სახლი დაგვიტოვა და ამას გაყიდვა მოუნდა. ვერ გავაყიდინებ. წადი დღეს და ნახე რა სახლკარია. მან გავიზარდე მე. მაგის გაყიდვა არ იქნება. ვა, კრისტალბეთერონულ ლიგას უყურებთ? კარგია, ჩაუჯდები. წადი შენ და მიწანახე. აუ, ბიჭო, გაიოზი უნდა გვეძებნა დღეს და თქვენ ნახევარია უკვე ვერ ვახერხებთ. რობოტოს, კაი, გაუგზავნე პაჭოს და ჭახანას მესიჯები და უთხარი, რომ ძებნა ხვალისთვის გადავდოთ თქო. ჩვენ კიდე წავიდეთ ერთი ეს მამა ჩემის სახლკარი ვნახოთ. კარგი, მესიჯები დაგზავნილია. აი, პონტია AI რობოტის სახში. დავალე რაც გინდა, გაიოზი აბა არაფერში გამოგადგებოდა. ეგ ბრიქვი. ხოდა იმას ვიძახი ჩემი ძმა, რომ ასე არაფერი არ გამოვა ძმა. რევოლუცია საჭირო ძმა. კაი ტრაქტორა, მორჩი. მაგრამ რაზე დავფიქრდი იცი? მე მგონი არ არიან ეგენი გეები ძმა. აი, რო დავფიქრდი ძმა, ინტერნეტის ნახევარი ბოტები, გენერირებულია, გაყალბებულია. ხო, ნაღდი უსაფრთხოების ჯიშია, მაგრამ თან სპეკულაციურია, რომ ზოგჯერ ამბობენ. შენა გაიოს. იცი, ამას ტრაქტორას რატო ეძახიან? რატო? იმიტომ რომ twins ხნავს. აუ, შენ წყნარად იყავ, მან რა. კაროჩე, არ მეყოლა ჩემი საჭმელი და შენ კიდე სულ ბაზრობ და თან არ ჭამ. და დღეიდან შენ თებში ჩემია. შევინხარ ძმა. მე გელა ვარ, სამყვერაშვილი, გამოჩენილი პოეტი და აქაურობის უფროსი. ვინ დაგნიშნა შენ უფროსად? მითხარი ერთი? განგებამ დამნიშნა. რაო ბიჭო? რა მქვიაო? გელა მეთქი. გვარი? ბოს დავეცი? სამყვერაშვილი. შენ მოგიდევდეთ ის ტრაქსარ. მისაგინე ბიჭო, მოდი. რა ხდება ჩემი ტიტეჯე? არ თქვი მე ჭუბი არ გავიგონო თქო, მაგრამ შეუგნებელი ხალხი ხარ ჩემი ტიტეჯე. რაზე იჭუბეთ ბიჭო? მეკითხება რა გვარი ხარო და სამყვერაშვილი თქო და შემაგინა. რატო შეაგინე ჩემი ტიტეჯე? მე გია ვარ ცალყვერაშვილი და ეს სამყვერაშვილი მოვიდა და ჩემს მეგობარს საჭმელს ახევს. ამის მეგობარი როდის მერე გავხდი მე? აქ ვერ გაჭხუბებთ ბიჭო, მაგრამ მაგარი იდეა მომივიდა ჩემი უმორს რო თქვენ ხორივე პოეტები ხართ. მე პოეტი ვარ ძმაო. მე პოეტებს ჭამ, მე პოეტებს ვანადგურებ, მაგრამ ეს პიროვნება არის პიტალო. პიტალოს გაჭმევ და მაგ ტყვის მიგაჩვევ. აუ რა მაგრადან მევასება ეს პოეტი ხალხი. არც მე, ხოდა 5 საათს გაძლევთ რომ თქვენი ლექსი წაიკითხოთ. ჟიური იქნება თქვენი რაული ყარაყაული ჩემი. აუ ჩემი, დამიყვანეთ აქედან. გივი, ცალყვერაშვილი, გელა სამყვერაშვილის წინააღმდეგ. 1 2 და 3 როგორ მევასება ბიჭო რესტორნებს რო ლიფტი აქვთ რა რაღაცნაირად აი ლაქშერი და ფუფუნება მოდის. ალო? ნემაილ კაკაჩია ხარ? კი, მე ვარ, შენ რომელი ხარ? მე რომელი ვარ, მაგას მნიშვნელობა არა აქვს ბიჭო.
ტოკიოში ხართ დაბარებული, შენ და ის ორი ყია კიდე. ვინ ორი კაცო? აი ერთი სირსახიანი რომ ყავთ და მეორე კიდე ის რაზვალი რო აქვს თვალებში. ხო და თქვენი ნებით წამოხვალთ თუ უნდა გამადიშინოთ თავები. 1 2 და 3 მომისმინე ბიჭო შენნაირებს დაურეკავთ ტელეფონზე ჩემთვის. ახლა საკეიფოდ მივდივარ და სულ არ მედარდება არჩენი ტოკიო და არც ყაბარდო ბალყარეთი თუ საიდანაც რეკავ. ვინ იყო ბიჭო? მე მგონი დაგვინძრა ბიჭო იაპონიიდან რეკავდნენ დაბარებული ხართ შენც და ის ორი ყეცო. დაგვინძრა? რა დაგვინძრა ბიჭო გადაბუგავს ყველა ჩემი დედამო. ზუსტად შენი ბრალია შელ თვალრაზვალიანო რა ამბავი აწია აბა ერთი გაიხსენე იაპონიაში. რა ავწიე კაცო? რა და ხომალდით რომ დაეცი თავზე იმ იაპონელ გოგოს დაგავიწყდა და მერე რომ რამდენიმე შენობას მოესიყვარულე და ჩამოამხე და აბუღე და დააბუღე მთელი ქალაქი გახსოვს? ბავშვებიდან მანქანაზე ვზივარო ჩემი დედაო ესაო ისაო და გადაწვას უყველაფერი. გამომიხვედი ახლა მამა ბატკანის აბრამი შენ არ იყავი მთელი პლანეტა რომ გადაბუგე 4-იანი რომ გადაატარე კაციშვილი არ დატოვე ცოცხალი ძმაო. ხო მამა ბატკანის აბრამი კი ვაი შენს პატრონს ეგ პლანეტა იმითო გადაბუგე რომ ჩვენი დარბევა უნდათ და დახოცვა უნდათ. კაი ემაილ რა ჩვენი დარბევა იმიტომ უნდათ რომ ვიღაცამ დედაზე დააგინა და შეგვეწერა სამივეს. მე რა ვიცოდი კაცო თავზე თუთებში დაყურებდა ვანგავარ. სასტრაფოდ რაღაც გვაქვს მოსაფიქრებელი რა. იციან ანუ ჩვენ რომ ვიყავით და დაგვეძებენ. ფუ ჩემი აი ხო ვიძახდი ბიჭო რა ხო ვიძახდი ბიჭო სახლიდან გასვლის წინ შეიტენე ის 4-იანი ტრაქში. ეგდოს იარაღი იქნება რაში დაგჭირდეს. კაი ბიჭო ნუ ნერვიულო. 1 2 და 3 არაფერს არ ნერვიულობ მე ძალიან წყნარად ვარ. რამე მეტყობა ნერვიულებულის ქალბატონო. არა? აჰა, ყველაფერი რიგზია. ამოვედით მგონი პენტჰაუსში და ვიკეიფოთ. მერე მოვიფიქრებთ რა ვქნათ. ხელები მაღლა აწიე. იაპონიაში მივდივართ ბატონებო. ეს რა ჩემი ჩუმბა ჩამბა. ამის გამო ხო წავენ მამა ჩემი და ბიძა ჩემი ერთმანეთს? ვასკანერებ? სახლს დედა აღარ ყავს, თუმცა მიწა მაინც ფასობს. მარკეტზე ღირებულება საშუალოდ $20,000 იქნება. აუ შენ მართლა რა გამოსადეგი რაღაცა ხარე? გაიოზის პოვნის მერე ჯარში გიპირებდი ჩაბარებას, მაგრამ დავფიქრდები, შეიძლება შინაურ ტოსტერად დაგიტოვო. მადლობა, დიდი პატივია. კაი წავედით აქედან. ბიძა ჩემს ამ მიწის გამო 20,000 არ მივცემ. ჰაი, თქვენ აქ ცხოვრობთ? ცხოვრობ რა, ისა ახლა ვფიქრობ ხო არ ვიყიდო ეს მიწა და სახლი და მაგრად მოვხოდო რა. რამე სარეივე სივრცე რომ მოვაწყო. ვა, ამ ასაკში ეგეთ თემებში თუ ხარ? ვაუ, მეც ახალი გადმოსული ვარ და ჯერ არავის ვიცნობ. საიდან გადმოხვედი შენ? თბილისიდან. მამა ჩემს საცავებზე გადაეკეტა და შენ საიდან ხარ? მე აქედან, მაგრამ ხუაზე ხარ თელი მსოფლიო მაქვს მოლიდაშე კოსმოსებშიც ნამყოფი ვარ, მაგრამ ისე ხო თარსულადან ვარ რა. ისე როგორი ხალხია აქეთ არიან კაი ტიპები? გაგაცნობ თუ გინდა რა პრობლემაა? ეს აგერ ჩემი რობოტია რა. რობოტოს ჩაიწერე, ხვალ გამახსენე რომ შენი სახელი? დირე. გამახსენე რომ დირეს აკაურები გავაცნო. დღესაც სიამოვნებით, მაგრამ არ მცალია რა. ეს სახლი მაქვს ათრევი და მერე რგოლების სტატუების გასაკეთებლად მივდივარ. სერიოზულად? არა, სერიოზულად. ხუმრობ, გოიმიკი არ ვარ. აი მაშინ, ნახავ. ფუამ ჭახანას ხო არაფერი არ უნდა დაუჯერო რა. რგოლები ჭრის, ძმა, ჭრის არა კეცავს კიდე. მარა რა მაგარი გოგო გავიცანი ბიჭო. ეს სახლი უეჭველი უნდა დავითრიო, რომ გადავეკვეთო ხოლმე. მოკლედ ძმაო, ესეთი ამბავია რა. მანქანა სულ ზეთი აკლია. ამ თვეში უკვე 10 ჯერ გამოუცვალე რა. ვერ გავიგე რა ჭირს. ყველა მეუბნება მანქანას პრობლემა არ აქვსო. მე ამის მეტი, რა ვიცი. მოდი, ავწე მანქანას და შევხედოთ. მე ვფიქრობ, შავი ხურელი ხო არ იქნება თქო. გია, ჩაიჯვი. გია, დაგბრიდავ ბიჭო. ვერამდენად უნდა ჩაიჯვო. რომ ცოდნოდა. წადი ახლა და როგორც გინდა ისე გამოიცვალე. უი. აბა ავწიო. მანქანას დედაქვს მოწვა. მანქანას დედაქვს მოწვა. მე რომ ცოდნოდა აქ ეს ამბავი დახდებოდა ვაფშე არ მოკიდებდი ხეს ძმაო. და რა ჭირს? უი, პრინციპში რო უყურებ არც არაფერი. კაი რა არაფერი. ხო გეუბნები, მე 10 შეუცვალე ზეთი მანქანას და ეხლა ისევ ამინთო.
მაშინ ზეთი რაცა დარჩენილი იქ ჩამოუშვათ. ჩავასხათ ახალი და დავაკვირდეთ. კაი, მიდი ძმაო. აჰა, ზეთიც წამოვიდა დავილოდოთ. ისე ამას წინათ ერთი ნაშა მოვიდა რა. შეუცვალე ყველაფერი. თან გადავყევი და უცებ ბიჭო, არ მეუბნება, ფული არ მაქვსო. მეთქი შენ მოგqodes. შენ მოგqodes ის რა. რას გვიეს მაო, ფული თუ არა გაქვს, აქ რას მოდიოდი მეთქი. მაგრამ მე ქალბატონმა სხვაერამით რო გადაგიხადოთო და მეთქი. ერთი წუთი? გია. რას აკეთებ ბოდიშვილი ვიყო? ვუი, გეთქვა ძმაო. ამდენი ხანია მანქანას ზეთი აკლია. სულ შენ ვსვავდი ბიჭო? ვუი, არ გაინძრეთ ბიჭო. წამოხვალთ და ციხეში ჩაჯდებით. სხვა შემთხვევაში სროლა მომიწევს. მოჯვი. და მეც რა თესლად უთხარი მეთქი, აქაური კი არა კოსმოსები მაქვს გადაპობილი. აი თვალებში შევატყვე რომ დავევასე რა. ხო, რავი, სადავო ამბავია ეგ. ზოგ სულ არ ევასება მარიაჟა ტიპები. თან იმის ალბათობა რომ შენი კოსმოსში ყოფნის ჯერა დაბალია. რობოტოს გულწრფელობის მაჩვენებელი რამდენ პროცენტზე გაქვს? 85-ზე? დაწიე მოდი 0-ზე. მაგრამ ისე დებილი ვარ, რა ინსტაგრამი მაინც მეკითხა. სახის მიხედვით ვეძებ ბაზაში? ვიპოვე. დირია ინსტაგრამზე თողონდ 3 რითი. დაგიშიარებ პროფილს. რობოტოს, ბრავო! სულ უფრო და უფრო ამტკიცებ შენ გამოსადეგარო ნუ, კაი როჟა ხარ რა. დირე გაიჩიტა ბიჭო. დროზე დავიმალოთ. რატომ ვიმალებით? რა ვიცი მე, ჩაიწუწკე. სად მიდის ნეტა? არა. ეს პაჭო? ეგ პარტახი? ეს რას ნიშნავს? რობოტოს რას ფიქრობ? ყველაფერი რიგზეა, სანერვიულო არაფერია. ალბათ ისე იცნობს შემთხვევით. რობოტოს გულწრფელობა 100%-ზე აწიე. პაჭომ ნაშა დაგახიარა. ამას ასე არ დავტოვებ. მოგესალმებით ძვირფასო ციხის წევრებო, მე ბეშქენ სასწორთანიშვილი ვარ და მე ვიქნები ამ დღევანდელი საღამოს წარდგენი. ჩვენი პოეტები იქნებიან გია ცალყვერაშვილი და გელა სამყვერაშვილი. ისინი დღეს ერთმანეთს სულში ჩააფურთხებენ და ერთმანეთ პოეტურად აგინებენ რაღაცებს. მე მინდა ისინი სცენაზე მოვიხმო, ხოთ მეგობრებო, რომ ამოცუნცულდეთ სცენაზე. მე კი მანამდე პატივი მაქვს წარგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი კომპეტენტური ჟიური, ეს იქნება რაულ ყარაყაული მაგის დედა შევცინე. ხო, მივეგებოთ მეგობრებო. მადლობა ჩემი დედაშე. ჩვენ ბევრი ვიქნეთ ვინ უნდა ყოფილიყო პირველი. დღევანდელ საღამოს დაიწყებს ის, ვის გვარშიც უფრო მეტი ყვერი ურევია. მაშ ასე შევეგებოთ გელა სამყვერაშვილი. ტაში ბატონებო. მე ლექსის კითხვის ჩემებური ტემბრი მაქვს, რომელიც ადამიანებს ხიბლავს. რაც შეეხება ლექსის სათაურს, ლექს ქვია სინანული ტრაქტორის გვერდზე. ვინ არის იგი? ქუჩაში რომ ჯვამს, კაცი მდუმარი. ნეტავ რა უჭირს? ქუჩაში რომ ჯვამს, სახლში ხავს სტუმარი? ალბათ ხოში აქვს ქუჩაში მოჯმის, ციდან ფანტელი ლამაზად რომ ცრის. მოედინება ქუჩაში მძღერი ნიაღვარივით და ვიღაც მღერის. ეს ის კაცია, მოჯმას ვერ მორჩა, იქნებ მამპოვა აზრი ცხოვრების. იქნებ ის მიხვდა რა არის შვება და სახეებს ხედა მძღოლების. უბრალოდ ეჯოდა? მაშაკ რა უნდა? ალბათ მე არ ვარ აზრის მპოვნელი. უცებ განათდა, გავსხილოსნი თითქოს დამეცა მე იმ დროს ტუზი, როცა იქვე ბუჩქებთან სრულად შემთხვევით რომ დავინახე მე მწერის ბუზი. მწვანე თვალება საოცრად მყრალი, მომავალი საკვები წინა თვე მთვრალი. მასაც ხო უნდა საკვები მსუყე, გაოცებული ყველაფერს ვუმზერ და ამ დროს შევიცან კაცი მდუმარი, არაფერ შუაში ყოფილა სტუმარი.
ვაუ მეგობრებო, ვაუ, მართლაც რომ შესანიშნავი ნაწილები წარმოგვიდგინა ჩვენმა პოეტმა, მე ამ სიტყვებმა დამაფიქრა და მე პირადად ვხვდები, რომ სადღაც საათი ნახევარი მაინც ვიფიქრებ ამ სიტყვებზე და მერე დაგიბრუნდებით. ეხლა კი ჩვენი შემდეგი მონაწილე წარდგება ჩვენს წინაშე და ეს იქნება გია ცალკვერაშვილი. გთხოვთ მეგობრებო, ტაშით შევეკებოთ მას. მე ამ ლექსის წერა ჯერ კიდევ იქამდე დავიწყე, სანამ რობოტი ჩამანაცვლებდა. პოემას ქვია რა არის იგი ცხოვრება. თუ შენ ფუტკარი, ხეზე დაისვი, ვანაში იწეკ, მხოლოდ ხე იყო მაღლა, განა რა არის აგი ცხოვრება, სიზმრებს და ფიქრებს ავყევი ჩქარა, უფრინავ ხეზე და მეხიეთ ხეზე, ნებისმიერ 7 წლის ბავშვს სახით ვათრე ველზე, მე შენ გასწავლი განა გამადლი, ისეთ ჯანზე ვარ კაკალს ტეხ ტრაკით, საათებიც მიკეთია ფალოსზე, არ მიყვარს დაგვიანება, მაგრამ ნაშებს ვერ გამოლევ, ახლა ვზივარ და ხის ბურბუშელებს ვაკეთებ, არც ეს ყოფილა მარტივი თურმე, შენ სიარული გგონია ადვილი, მაგრამ თუ ჩაიჯვი, ვერსად ვერ გაივლი. ბრავო, მართლაც სული შემძველი ლექსი წარგვიდგინა ჩვენმა პოეტმა, მე ამ ლექსმა ეს ჩემი გულის სიცარიელე წამართვა, წაიღო სახში, სითბოთ და სიყვარული შემივსვა და შემდეგ უკან დამიბრუნა. მე არ ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ რა ეშველება ჩვენ რაულს, რისი გადაწყვეტილება მოუწეს, მაგრამ მე ვიცი ეს რომ მას ძალიან გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. ასე რომ ბატონო რაულ მობზანდით, გთხოვთ. მე რაული ვარ ყარაყაული და მიკიბულ-მოკიბული ბაზრები არ მევასება. გამარჯვებულია გია ცალკვერაშვილი. ამათ შორის უფროსი შენ ხარ, ჩემი დიდი შენ. გია. კაი, მიდი მე აქედან გავაჭრი მოკლეზე. ხვალ საღამოს ჩემთან გნახავ. კრისტალბეთერონულ ლიგას ვუყუროთ. დედამიწელო. რა გჭირს? სასტრაფოში დავრეკავ. არა, დრო ბევრი აღარ მაქვს. უცხო პლანეტელი ხარ? მისმინე, ეს პლანეტა სადაცაა განადგურდება. რა? ხედო, ჩემს გვერდით. ოდლი რომ აქდია. დალიე, ბოლომდე დალიე. არა მიხსნი რა ხდება? დრო აღარ გვაქვს. სითხე დალიე, იქ ძალას მოგცემს, ძალიან დიდ ძალას. და იქნებ შენ გადაარჩინო პლანეტა, მე ეს ვერ შევძელი. მაპატიე. ყველაფერი თარსულაში უნდა მოხდეს რა. კარგი? გადაგიღე. ოლიგ, რა ხდება? რა ხდება და ახლახანს მამონტის ფსელი დალიე. ეს კაცი მართლა უცხო პლანეტელი კი არა, მე დავიქირავე. ხო არ უბერავ, ბიჭო, მამონტის ფსელი სად იშოვე? ფუ! ვონკლაკატმა გამომიგზავნა ჩინეთიდან. ახლა ამ ვიდეოს დირეს გავუგზავნი და შენ თავს გადავაყვარებ. დირეს? საიდან იცნობ? ჩემი ცხოვრების სიყვარულია, ბიჭო. გეგონა გოგოს დამახევდი და შეგრჩებოდა? რა? დირე გიყვარს? ხო, მერე? დირეს გვარი იცი? ნუ, მუშაობ მაგაზე, ნელ-ნელა ყველაფერს გავიგებ. ეფსია. ვის ეფსია? ვის ეფსია კი არა, დირექტორი ეფსია ქვია მაგ გოგოს. ჩემი ბიძაშვილია. დირეს მოფერებით ეძახიან. მეგრელი გოგო შეგიყვარდა, ბიჭო? რა? მარა, უკვე რო დამევასა? ვაიმე! ქეშ. აბა შენიცი ძმა, გამიგე სული და გული უნდა დაუდნეს, ბიჭო. ბაზარი არაა ძმაო, მე სუქეში კი არ ვიყავი. ადრე ისე მღეროდი რომ. ხო, ბიჭო, ხო. და თანანზორაც ხო დაიბრიდა უკვე თვეზე მეტია, გამიგე და ხელს არაფერი აღარ მიშლის და ბარემ ხელს ვთხოვ რა. ვაჰ, ქორწილში არასდროს არ ყოფილვარ. ასწორებს. მიდი დაუძახე და დავცხოთ. ტიკო! გამოდის, ბიჭო, გამოდის. მაიცა.
შენ დაგეძე დილა თუ ბინედია ავადავარ გულში ცეცხლი მინიჭია აქიმობას თუ გამიწევ მადლია დაილოცა შენი სოფლის ნაცვლია თიკო გამომყვები ცოლად შეჩემა რა ცოლად გამოყვები ბიჭო შენ ხوار გაჟრიალებს ერთი თვეა მამა ჩემი მიწაში ჩავდა შენ ნორმალური ხარ ვაფშე იდიოტი ანსორას გოგომ დამატოტო შიქ ხო არა გაქვს ძმა გამიგე ბიზნეს დავიწყებ დავითარცები ფიშლა ტიპები არ მევაცები მაშებს საყრი და მოვდებ სკოლას თელი თარცულა მაფასებს ხოდა სტერეოტიპებს რომ მივსელებე თარცულელები მასულელებენ სუთასულები თავს გასულები შავ ჩვენზეა დათარცულები კაიგაიოს დამშვიდი დათარცულები მეგრელების ბრალია დათარცულები